თითოეული ჩვენთაგანის თავგანწირვა და ყოველდღე რა აქ მოვივა. იმიტომ რომ ყველა იმედით ვიყურეთ და როდესაც ადამიანს იმედი ჩაუხდება და დღესაღამოს რომ მივა და აი ამ სურათებს ნახავ და კიდე მიხვდება რომ პროტესტი გრძელდება, ეს უბრუნებს ადამიანებს იმედს და კიდევ უფრო იმედს უბრუნებს დიდი დემონსტრაციები, როგორც არის შაბათობით, რომელიც კიდევ ამ შაბათსაც დიდი დემონსტრაცია უნდა გავაკეთოთ. ამიტომ თავისუფლება რეჟიმის ხويرს! თავისუფლება რეჟიმის ხويرს! თავისუფლება რეჟიმის ხويرს! უნდა ვიყოლოთ ბოლომდე, მეგობრო, არ უნდა დავიღალოთ და მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეჟიმი ისე ჩამოიშლება, წინადღე შეიძლება ამის არანაირი ინდიკატორი არ იყოს. ანუ ეს უნდა იყოს ბრძოლა გამძლეობაზეა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ 384 დღეა, ხალხო, ყოველდღე აღდგავართ. რამ უნდა გაგვაჩეროს ამის მერე? ჩვენ უკვე ვიცით რომ ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენი ბრძოლა და როდესაც სახში მივდივარ და სამსახურებში მივდივარ და სწავლობ, იქ მოვდივარ და ვიცით რომ ყოველ დღეს ეს ერთი რამოდენიმე საათი ჩვენ ქვეყანას უნდა დაუძღოთ. ამიტომ ბოლომდე